იძულებული გავხადეს, ესე გამოდის, რომ რა შეგვეძლო მეტი. იძულებით სწრაფად მესამე დღესვე გავიყვანეთ სახლიდან და როდესაც გავედით, იყო გზის სამშენებლო სამუშაოები იყო და მიცვალებული იმდენად დაჭრილი და იგი იყო, რომ როდესაც მისი გაწმენდა მოხდა, ყველა ეს მოდიოდა სისხლი და ვიფიქრეთ, რომ ისეთი სწორი ასფალტით წავსულიყავით გზით, რომ უფრო მეტი ქანავი და რაღაც არ მოსულიყო, რომ ცუდად არ გამოჩენილიყო მიცვალებული და ამიტომ მოგვიწია ბენზედან ქალაქიდან გასვლა ბარცხანით ჩაისუბნისკენ ზედაგზით წასვლა და მათ ეგონენ რომ ჩვენ რაღაცას ვაპირებდით ისეც და იყო უამრავი მანქანები როგორ იცი აი ამოგვიდგენ პირდაპირ წინ და უკან ეგონათ რომ ჩვენ ამით რაღაცა მანიგრირებას ვაკეთებდით რომ ან ქალაქისკენ მივყავდა სადმე ან რაღაცა და როდესაც შეუხვიეთ ჩვენს გზაზე სადაც უნდა წავიდეთ უკვე სადაც სასაფლაოა უკვე მანქანებმა დარჩენ ჩვეულებრივად ოღონდაც ვინც ახლობლები გვახდა იგენს ყველას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ რომ ჯობდა დაეტოვებინათ იქავრობა და გაცლოდნენ. სასაფლაოს გაცლოდნენ? სასაფლაოს როგორ იცი სასაფლაოზე რომ მივასვენებდით მაგას ეგონა რომ საგზეო სამშენებლო იგი იყო მუშაობები იყო და ძალიან თხრილები იყო და მიცვალებული ხო ბოდიში ვთხოვ კიდე ერთხელ სისხლი მოდიოდა ყველდაცინდა ჭრილობიდან ყველა ყურიდან ყველა სპირიტი ხო და რო არ გვეწვალებინა წავედით უფრო ასფალტი გზიდან და მაგენმა იფიქრენ რომ ჩვენ ვაპირებდით ალბათ ქალაქში აქციის რამის გაკეთებას ხო მაგენის დადგმული სცენარები და გონიათ რომ ჩვენაც ესე ვაპირებდით და ეს შეიქმნა უცებ შევკრენ ეს მიცვალებულს მივასვენებთ უცხო მანქანები უნომრო მანქანები წინ და უკან ჩამდგარი და მიხვდნენ რომ გადავედით ბარცხანიდან ჩვენს სასაფლაოზე სადაც მივდიოდით იქ უკვე ხო ჩამოგცილდნენ ოღონდაც ახლობლებს ურეკავდნენ რომ მოგცილებოდნენ ახლოს არ ყოფილიყვნენ ჩვენთან ახლოს არ ყოფილიყვნენ იყო სასწაული რაღაცა იგიც კი შეეშინდათ რომ მიცვალებისთვისთვის საფლავი გაეთხარა ვინმე ყველა უარს გვეუბნებოდა შეშინებულები რომ აფრთხილებდნენ რომ არ მოვყარებოდნენ არავინ ახლოს ჩვენ ქალბატონ ციცინო ვინ აფრთხილებდა როგორ იცით რა თქმა უნდა იმ დროინდელი თავრობა აბა მეტი ვის უნდა გაეკეთებინა თავრობა გასაგებია მაგრამ კონკრეტულად რომელი უწყება თქვენ ხომ არ იცით არ ვიცით ვერ გეტყვი რომელი უწყება მაგრამ რეკავდა უნებრო ტელეფონის ნომრები და ყველას ეუბნებოდნენ მოგცილდნენ ჩვენს ახლოს არ იყოს როგორ გაიხარეთ მაშინ საფლავი თუ ყველა საშინელი ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი ოჯახმა გათხარეთ საფლავი გასაგებია